როგორ გამოიხატება ტოქსიკურ ურთიერთობაში, ანუ ადამიანზე დამოკიდებულების შემთხვევაში აბსტინენცია, ეგრეთ წოდებული ლომკა? იგივენაირი ან 4-ვე ასპექტში გამოიხატება ზოგადად ეს აბსტინენციის ნიშნები, ბიოფსიქოსოციოსულიერი. როგორც თავდაპირველად ხდება ბიოლოგიური ნაწილის გამოვლინება აბსტინენციით, შემდეგ ეს რო გადადის უკვე ფსიქოლოგიურში ხდება ეს ყველაფერი და აი მაგიტო არის რომ ადამიანი ხშირ შემთხვევაში უბრუნდება ხოლმე მოხმარებას, იგივე მექანიზმი მუშაობს ტოქსიკური ურთიერთობის დასრულების შედეგად. წარმოიდგინეთ ახლა რავი ეს ჭიქა 2 წელიწადი რო აქ მიდევს და უცებ რო აღარ დევს. ბუნებრივია რომ მე მაკლია, ჩემი ხელის მოძრაობა, მექანიზმი უკვე ახსოვს ხო სხეულის მეხსიერებაა სულ სხვა თუ არაფერი. შესაბამისად ავტომატურად მე ახალი ცხოვრება უნდა ვისწავლო, თან მით უმეტეს როცა ტოქსიკურ ურთიერთობაში ჩემი ტვინი და ემოციები მოცულია სხვა ადამიანით, ის ადამიანი მე რომ მეცლება, აბსოლუტური სიცარიელი რჩება. საქმე აღარ მაქვს, რა გავაკეთო არ ვიცი. ასევე ფიზიკური ტკივილები იცის. ადამიანზე რა დამოკიდებული. თქმა უნდა, გულის ტკივილი, აი ამ არეაში ტკივა. მართლა გული ტკივა. ამბობენ რომ საყვარელ ადამიანთან დაშორება გულის ოპერაციის ანესთეზიის გარეშე გაკეთებას უდრისო. აი როგორც ნივთიერებს ზუსტად პარალელი რო გავავლოთ რა, ანუ არსებობს ადამიანი, თქვათ რომ გამოკეტო 4 კედელში, კი გაძლებს, რა თქმა უნდა, მაგრამ გამოდის ამ 4 კედლიდან და ისევ უბრუნდება, ხო? რატო? იმიტომ რომ ფიზიკა ეს ბიოლოგიური აბსტინენციის პერიოდი შეიძლება გადაიარო უპრობლემოდ, გაძლო, იძულებით რაღაცა თავი შეიკავო, მაგრამ ფსიქოლოგიური ნაწილი შემოდის, მე უკვე ეს ირთვება და ფსიქოლოგიური ნაწილი რა არის? მე მახსოვს, ნებისმიერი დისკომფორტის განცდის შედეგად მივდიოდი და მოვიხმარდი, ხო? შესაბამისად, ისევ და ისევ ვიციან, მე მახსოვს, სახლში რომ მოვიდოდი, ეს ადამიანი აქ იყო. მე მახსოვს, რომ მე ტრიგერები შემოდის უკვე. მახსოვს, რომ ამ ადამიანთან ერთად ამ ქუჩაზე რო გავიარე, მაშინ აი ესე გავიცინე. და აი ირგვლივ, ანუ ყველაფერი აბსოლუტურად იქ მეხსიერებაში მიტივტივდება მე პირდაპირ მინთებს, ხო? ეს რაღაც ალარმებივით მერთვება და ყველაფერი იმას მახსენებს.